ბიჭო, არაბებმა გახსნეს ტურისტული კომპანია, რომელშიც რა თქმა უნდა მანქანები ჭირდებოდათ და ნომრებზე დააწერეს თალიბანი. ხვდებით რა დღეში ვართ, ხვდებით რა ხდება საქართველოში. ჯერ რომ მაგნომერი გაეცი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯერ მაგნომერი რო გაეცი, რამეზე არ დაფიქრებულ ხარ? ბიჭო, სადღაც უახლოეს აგერ 14-ში იყო თუ 16-ში სამი ტერორისტი შემოგეპარათ, ბიჭო, ჯერ ვერ მიაგენით, მერე მეორე. მთელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცდანაყოფები და თავდაცვის სამინისტროს სპეცდანაყოფებმა ძლივს გაანეიტრალეს სამი თალიბანი. ბიჭო, რამეზე არ ფიქრობთ ხალხო? მარტო მხოლოდ და მხოლოდ იმაზე რო ფიქრობთ, არჩევნებზე რო ფიქრობთ, ხმა ეიღოთ. ბიჭო, ამ ხალხს რას უშვებით? რატო ატყუებთ ასე მწარეთ ამ ხალხს, ბიჭო? თალიბანი აქვს ნომერზე დაწერილი, თალიბანი და რა თქმა უნდა ფულს გადაიხდიდა ამ ნომერში. ცოტა კი არ არის, ბიჭო, ეს. ბევრი ჯიპები ყავთ ნაყიდი და სულ ყველაზე აქვს თალიბანი ნომრებზე დაწერილი და შინაგან საქმეთა სამინისტრო მაგ ნომრებს როცემდი რამეზე ფიქრობდი საერთოდ? ან ოცნების წარმომადგენლებო, საერთოდ ფიქრობთ თქვენ სიტუაციის გამწვავებაზე? ასეთ უბედურებაზე ფიქრობთ საერთოდ? ცოტა აზზე მოდით, ბიჭო, ეს საქართველოა, თქვენ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რაც გაქვთ ჩაფიქრებული. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე. რომ ეს ქვეყანა გავათავისუფლოთ უცხო და ურჯულო ტომებისგან. და ამაში თქვენ გაერევით. სასტრაფოდ აგრძალეთ უკონტროლო მიგრაცია. ეს მინდოდა რომ ეთქვა.